კვლავ აქტიურობენ გარეჯის მოთამაშეები. გოგობერიშვილი ძალიან კარგი შეტევა დაარტყმა და გარეჯმა გახსნა ანგარიში პრინციპში პირველივე წუთებზე მერვე წუთზე და ფრანსუა ეკონგოლო არ აღნიშნავს ამ გოლს. ბუნებრივია თავისი ყოფილი კლუბის კარში მოახერხა გოლის გატანა და გიორგი მიქაძე თქვენს ეკრანებზე მას სადებიუტო შეხვედრა აქვს. როგორც გითხარით, გარეჯის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მისი გუნდი იწყებს ძალიან მაჟორულად, ფაქტობრივად პირველივე წუთებზე მოახერხა გოლის გატანა. კარგად ახერხებენ გარეჯის მოთამაშეები. მეტოქის ნახევარზე გადასვლას აქ დაარტყმაც გამოვიდა და პაპავა იყო ახლო სეზონში მესამე გოლთან. ფილიპ კლიაიჩი მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს თანაგუნდელებს. ბადრი გოგობერიშვილი 21 წლის შემტევი ჩააწვის ბურთსაჯარიმოში კარისკენ გაუშვა. ფილიპ კლიაიჩი მოევლინა თავის გუნდს მხსნელად კიდევ ერთხელ. ჩერიფი ჩააწვის ბურთსაჯარიმოში, კოხრეიძის თავური და გურგენიძე დაეუფლა ბურთს. ეს იყო ეპიზოდი ნამდვილად არ გამოვიდა მაინც და მაინც ძლიერი ეს დარტყმა, მაგრამ ნამდვილად იყო გააზრებული შეტევა. ფილიპე პინესი კვლავ ყურადღების ცენტრში ჩაწოდება უმწვავეს ზონაში და გურგენიძე თამაშობს კარგად. აქ გრძელდება ეს სიერიში, ამჯერად ღუდუშაური ამწვავებს თამაშს და ძებნიაურმა ითამაშა დაცვაში ყურადღებით აუტში მოიგერია ბურთი. როგორც არბიტრი მიუთითებს, აქ უნდა იყოს აუტი გარეჯის შესრულებით. გადარჩა გარეჯი, ალეკო ბასილაძე იყო ძალიან ახლოს ცვლებაზე შემოსვლის შემდეგ 69 წუთზე წონასწორობის აღდგენასთან. გოგობერიშვილი აქ შეიძლება ეს შეტევა ძალიან მწვავე აღმოჩნდეს. ბედოშვილი დარტყმა და გადარჩა. აქ გადაარჩინა ფილიპ კლიაიჩმა თავისი გუნდი და იხსნა იმას, რომ შეხვედრის ბედი გარკვეული ყოფილიყო უკვე ამ წუთისთვისაც. ძალიან ახლოს იყო გოლთან ვახო ბედოშვილი. თუ ბოლო არა, ერთ-ერთი ბოლო ნამდვილად იყოს ეს მომენტი. არ გამოვრიცხოთ, რომ შეხვედრა ამ ეპიზოდის მერე მალევე დაასრულდეს. ფაცაცია ჩააწვის საჯარიმოში, მეორე სათულზე ვნახოთ, ვინ ითამაშებს. უკეთ კვირკველია დარტყმა და 1-1 სოლომონ კვირკველიამ გაათანაბრა ანგარიში შეხვედრის 94 წუთზე. წინა შეხვედრაში დინამოს კარში შეძლო გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა გოლის გატანა და ამ შემთხვევაში უკვე გარეჯის კარში მოახერხა და ტორპედომ წონასწორობა აღადგინა.